ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა გრძელდება. ამ წუთებში დეპუტატები ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ნემსაძეს უსმენენ, რომელსაც 2007 წელს თანამდებობა არჩევიდან რამდენიმე საათში დაატოვებინეს. კომისია განიხილავს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. მანამდე კომისიის წევრების შეკითხვებს სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამაც უპასუხა. დღესვე დეპუტატების წინაშე შალვა ობგაიძე წარსდგა, რომელმაც მისი და მისი ოჯახის წევრების დევნაზე ისაუბრა. პარლამენტს და კესო ქაფიანძეს ჩართავთ ახლა პირდაპირ ეთერში. კესო, გისმით. ამ წუთებში კომისიის წინაშე საუბრობს ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე, რომელიც იხსენებს 2007 წლის 13 მაისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს და იმ დეტალებს, რა ფორმით ხდებოდა მასზე და მის თანაგუნდელებზე ზეწოლა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი ნემსაძე მიუხედავად ზეწოლის წინააღმდეგობისა და ბრძოლისა მან მოიგო და აირჩიეს ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და სწორედ არჩევიდან 1 საათში მას მოუწია პოსტის დატოვება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რამდენიმე საათში დატოვა თანამდებობა. ის იხსენებს იმ ძალადობის, ზეწოლის და შანტაჟის დეტალებს, რასაც ჰქონდა ფაქტი მის წინააღმდეგ და ამ წუთებში ის დეპუტატების კითხვებს ცემს პასუხს. გადაწყვეტილება რომ მიმეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. გავაკეთეთ განაცხადი, მე ვიყავი, ბატონი მამუკა იყო, ბატონი ვლადიმერ გუცაევი და მოგვიანებით უკვე უпростоრად მოგვიანებით გაიჟღერა, რომ ბატონი ნოდარ ახალკაცი მოყავთ გერმანიიდან, რომელზეც ახლა მოგეხსენება ძალიან კარგად მიხეილ სააკაშვილის ძალიან უყვარდა უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველი ჩვენი თანამემამულეების, მით უმეტეს იურისტი და მით უმეტეს რომ დიდი ნოდარ ახალკაცის შვილი იყო. სავსებით მისაღები კანდიდატურა იყო. მე ხო არაფერს საწინააღმდეგოს ამაში ვერ ხედავდი, უბრალოდ სურვილი მქონდა რომ ყოფილიყო გამშვალული ისეთი არჩევნები. მივედით ახლა დეტალებში, შეიძლება მე კითხვებში თქვენ დაგაინტერესებთ და ჩავშალო თითოეული ნებისმიერი საკითხის ბოლომდე მივიყვან. უბრალოდ ესე მე ახლა ამ ქრონოლოგიაში ჩავშალო, ახლა ძალიან დიდ დროს წავიღებ და ფაქტიურად 3-4 დღით ადრე ეს ჩემი მეგობარი, რომელიც ფაქტიურად ოჯახის წევრია ჩემი და ძალიან ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, მირეკავს სახლში და მეუბნება რომ გეგიმ დაგვირეკა უგულავამო, რომ უნდა მოხდეს კანდიდატურის მოხსნა. თან ახლა ვიცი, რომ ჩამოყვანილია ნოდარ ახალკაცი ძალიან დიდი მხარდაჭერით მართველი პარტიის და მართველი პარტიიდან და არ უნდა ჭირდებოდეს ახლა ის, რომ ფაქტურად ეს დემოკრატიული საქართველოს და რაღაცა ესეთი კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნა, ეს ფაქტურად ჩაშალა რა. ამიტომ რაღაცა ეს ცოტა მეუცნაურა და არ იყო ახლა წინააღმდეგი არ ვიყავი, ახლა ჭირდება ქვეყანას და ფეხბურთს ჭირდება, რომ თქვა დღეს უფრო ის არის მისაღები კანდიდატურა, ფაქტურად თავარი იყო, რომ ფეხბურთს რაღაცა ეშველოს, წინ წავიდეს და ხარდაჭერა ქონდეს სახელმწიფოსგან. არაფერი თავისუფლად უმტკივნეულოდ მივიღე ეს გადაწყვეტილება. 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა არჩევნები. ამ ხნის განმავლობაში მე ვყავდა, რა თქმა უნდა, მხარდამჭერები ამას ახლა კულისი ყველამ ძალიან კარგად იცის, ვიც ფეხბურთთან ახლოს არის და რაღაცა შეხება აქვს. მე ვყავდა მეგობრები ისეთები, რომლებიც იყვნენ მართლ პარტიაში და რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცს ისევ და ისევ მხარდაჭერა ქონდა.
გიორგი ნემსაძე არ იყო ერთადერთი, ვინც 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მასთან ერთად ერთ-ერთი კანდიდატი იყო მამუკა კვარაცხელია, UEFA-ს რეპორტიორი და სპორტული ჟურნალისტი, რომელიც გიორგი ნემსაძემდე გამოიკითხა კომისიის წევრების წინაშე. მან ისაუბრა ასევე 2007 წლის 13 მაისის არჩევნებზე და გარდა ამისა, მან ისაუბრა იმ ზეწოლაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი მის წინააღმდეგ, რადგან ის იმ არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა 13 მაისს და როგორც თავად ამბობს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იყო ჩარეული, სწორედ ამის შემდეგ ის გადავიდა წინა ხელისუფლების ოპოზიციაში, ის დადიოდა საპროტესტო აქციებზეც, ერთ-ერთი შიმშილობის ეპიზოდიც ჰქონდა მას სწორედ იმიტომ, რომ აპროტესტებდა წინა ხელისუფლების და კერძოდ მიხეილ სააკაშვილის ფეხბურთის ფედერაციაში ჩართვას. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს 30 სტადიონი გადავიდა, 30 სტადიონი გააუქმეს და მან სწორედ ამას და მის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს იმას, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წელს ის გაიტაცა, მასზე იძალადეს, როგორც ისყვება, 10-ვე თითი ჰქონდა მოტეხილი ძალადობის შედეგად და 6 ნეკნი და სწორედ ამის შემდეგ გაგრძელდა მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა და სწორედ ამიტომ მას მოუწია ქვეყნის დატოვება. 2007-ში ჩამოვედი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. იყო დაპირება რამდენიმე ხმის, რომელიც ზედარჩენებზე განოლდა ჩემი მხრიდან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის მხრიდან იყო, ესე იგი, დავალება, რომ ჩემთვის არც ერთი ხმა არ მოეცა. გიორგიმ ძალიან იბრძოლა, გიორგის ეხმარებოდა სერიოზული ჯგუფი ძალიან და მოიგუარჩევნები. შევედით მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში და ნახევარ-საათში დავინახეთ. მოვისმინეთ ტელევიზორში ის რას მოვისმინეთ, რომ გიორგი ნემსაძე რომელსაც მოიგო არჩევნები და მოიგო დიდი უპირატესობით, გადადგა. დემონსტრაციები იყო გახსოვთ, უკვე მეორე წელსაც გაგრძელდა ეს დემონსტრაციები და შიმშილობდი კიდევაც ერთი კვირა ვიშიმშილე პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში. 1 ივნისს ჩემი მეგობარი ჩამოფრინდა შოთა აროლაძის თამაშზე. დაურეკე ჩემი მეგობარს, ჩამოვებიდიო, მეთქი 5 წუთში მან დავარმეთი, უკვე შავი ზღვის ქუჩაზე ვარ, იცით ახლა ეს აეროპორტთან ასახვევი და როგორც კი აუხვიე დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახე და სანამე გადავაყენებდი 4 2-მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან, გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ, ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში, აი რაღაც წამებში, რა კინოებში რო გინახეთ, ეგეთი რაღაც მოხდა რა. თავზე რა თქმა უნდა, ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. ნუ იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა, ესე ვთქვათ. 3 ტიპი მირტყავდა, როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ რომ რაციის ხმა ისმოდა სულ. და იყო საშინელი შეურაცხყოფა რა, გინებები, ნიშნობის ბეჭედის კი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ იცოდე რომ ჟურნალისტი ვიყავი და 10-ვე თითი მოტეხილი მქონდა რა, თითებში მირტყეს რა, ერთი რაც მოახერხე უკან, მახსოვს რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები. და დაახლოებით 9 საათი 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა. ერთ წერტილში 10 ღმერთმა ყოლა დაიფაროს, ერთ წერტილში 10-ში რო ურტყავენ ადამიანს, ეს არის საშინელი ტკივილი რა და ჭყვიდან გადაყავთ ტკივილს და თან გაგინებენ რაღაცა და მე რატომაც ისე მოხდა, რომ მანქანაში მქონდა ჩემი 3 პასპორტი, ვიზებით, რა ვიცი, მობილოები რაღაცები და რო ნახეს ეს ეტყობა ძალიან ამეტანი სამშობლოს მოყავდეს არ გავსო რა, ეტყობა ინფორმაცია ჰქონდა უბრალოდ სახელი და გვარი და მანქანა. და მე ეტყობა ეს რაციაზე ვინჩის და უთხრა რომ ესეთი ის არის UEFA-ს ვიღაცა არის და მე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება. ძლიერი ტიპები იყვნენ რა, ცალი ხელიდან წია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯვის ტყეში დამაგდეს. გზასთან ახლოს. რას დაუკავშირეთ? აი თქვენ საქმიანობას წინა პერიოდს თქვათ იქ აი ამ ფაქტს რო გააპროტესტეთ როგორ ჟურნალისტი ოპოზიციურ იმას დაუკავშირებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამოდიოდი ყველა ტელევიზიაში, გაზეთებში სტატიებს წერდი, რომ როგორ ჩაერია ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეში. როგორც მახსოვს, სხვათა შორის ნინო ბურჯანაძემ თქვა ერთ-ერთ გადაცემაში, მიშას დაუძახია ნინოსთვის და იმისთვის რა ქვია
შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ვანოსთვის და როგორ ჩაეცხროთ ეს მიტინგები და ვანოს აზრი ყოფილა რომ ეს სიტყვასიტყვი თქვა ეს ნინომ ესე მახსოვს მე ტელევიზიაში რომ დავაჩმორიგოთ ვცემოთ ეს ლიდერები რადგან დაჩმორიგებული ლიდერი ვერ იქნებაო და იმ პერიოდში პირველიდან 3 ივნისამდე 15 კაცი ნუ არ ვიცი რამდენად ლიდერი ვიყავი ასად არ ფიქსირდებოდი უბრალოდ ყველა მიტინგზე ვიყავი ხოლმე და ეს 15 კაცი ვცემეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოусმინეს გახლავთ. თბილისის საკრებულოს წევრი შალვა გუბაიძე ის მან საკუთარი ისტორიის თხრობა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც ის იკავებდა საგზაო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას, როგორც ის თავატყვება იმ პერიოდში, როდესაც ის ამ პოსტს იკავებდა, გიგი უგულავა სარგებლობდა საჯარიმოზე მყოფი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილით და სწორედ ამ ფაქტის დაფიქსირებისა და გაპროტესტების შემდეგ მას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძე მოთხოვა რომ დაეტოვებინა თანამდებობა და სწორედ აქედან იწყება მისი ისტორია, სწორედ აქ მოხვდა ის წინა ხელისუფლების სამიზნეში და უკვე შემდგომში ის იკავებდა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს და სწორედ ამ პოსტზეც მოუწია მას დაპირისპირება წინა ხელისუფლებასთან, როგორც ის თავატყვება, მას აიძულეს რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა და დაეთმო თემურ ალასანიაშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილისთვის, ნიკა ალასანიასთვის საკუთარი პოსტი და ასეც მოიქცა ის ზეწოლისა და შანტაჟის შემდეგ, ხოლო მოგვიანებით კი ფედერაციის ბალანსზე არსებული სარბოლო მოედანი გადაეცა სახელმწიფოს და სწორედ იქ გაკეთდა მოგვიანებით ავტობაზრობა. მან ასევე აბგაიძემ ასევე ისაუბრა მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ არსებულ ზეწოლისა და ძალადობისა და ზეწოლის ფაქტებზე. მან გაიხსენა 26 მაისის აქციაზე მისი და მისი შვილების დაკავების ფაქტები, ძალადობისა და წამების ფაქტები. პირველი, ვინც ავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მე ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდა დალაპარაკებაო და როგორც თვითონ მითხრა, ის იყო ამერიკაში და მითხრა, რომ უნდა შევხვედრილიყავით ამ ავტოდრომის თაობაზე. ნუ რო ჩამოვიდა დამირეკეს და დაახლოებით ერთი 9 საათი 40 წუთი ვისაუბრა და ის ყოველნაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელი გუბერნატორის ზურა მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მე წამიყვანა და იცით რუსთავის ფუნიკული ორსაძახიან. აი იმ იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილები. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ. ნუ როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ თურმე კეთდებოდა ავტობაზრობა, რომელსაც აქეთ ამხარეს აგერ არის ესე იგი თუ არ ვცდები გიორგი უდესიანია გზის მარცხენა მხარეს თბილისი და რომ მიდიოდა და ხელმარჯვნივ. ახლა არ ფიგურირებს, მაგრამ ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის შენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ამ ავტობაზრობის შენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი. მე ჩემი აზრით შევძელი რომ დამესაბუთებინა, რომ ეს ცუდი იდეა იყო. ერეკლე კოდუამ მთხოვა რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. ვინ იყო ერეკლე კოდუა? სოდის უფროსი. და ნუ მე გაგონილი კი მქონდა, რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა, რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო რუსეთ საქართველოს ფედერაციის გადადექით უკვე გადამდგარი ხარ? არა, ჯერ არ ვარ. ჯერ არ ხარ გადამდგარი და დაგიბარათ და ასე ვთქვათ მეგობრულად, ხო, გაჩვენათ შავი სია. დიახ. მათ შორის კომპიუტერშიც? კომპიუტერში დაბანახა ის ფაილებს მოვკარი, ესე იგი და ჩემისა და რომ ეს რა არისო? აი ამ ნუსხაში რატომ უნდა იყო? ეს იყო სოდის შავი სია. ყველაზე მძიმე, რითაც დავიწყე საუბარი, ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ, აი აქ მყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ ტანსაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით რომ უკან გასვლის დროს
შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა, ხო, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც, ესე იგი, იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, ხომ, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1999. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და დაზიანების გარეშე, როგორც მას ბრძანება ჰქონდა, არავინ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევაც. კიდევ ვიმეორებ, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე ასვლის წინ გადასცემდნენ ესტაფეტით, რომ ეს ოგბაიძის შვილია და ეს ასე თქვათ, რომ ყველა ვისაც არ ეზარებოდა თითოს უმატებდა და გიორგი მარნეულში ვიპოვეთ მოგვიანებით მარნეულის წინასადაკავების იზოლატორში ცა არ უნახავთ. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ფეხბურთელ და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ნემსაძეს უსმენენ. ის დღევანდელ ხდომაზე ბოლო მომხსენებელია და ის ამ წუთებში კანონმდებლების კითხვებზე პასუხობს. მადლობა. კესო ქაფიანძე საუბრობდა პარლამენტიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღის პირველ ნახევარში შპს ჟინერის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განეხილეს. მოусმინეს ბიზნესმენ თემურ ჭიჭინაძეს და შოთა მაჭარაშვილს. ჟინერის სამმართველყურავო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. თემურ ჭიჭინაძის განცხადებით მათ ქონება იძულებით ჩამოართვეს, დააძარალეს კომპანიის ინვესტორები, მრავალმილიონიანი ქონება კი კონკრეტულმა ჯგუფმა გადაინაწილა. იმ პერიოდში ჟინერი ჟინვალ ჰეს სამუშაობდა. ბიზნესმენი, რომელმაც დღეს კონკრეტული გვარებით დაასახელა, ამბობს, რომ მთავარი ამოცანა მაშინ წყლის ტარიფის გაძვირება იყო. მერაბიშვილი იყო ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები უკვე გესზე ხელში ჩასაგდებად. მერაბიშვილმა რამდენჯერმე ჩაატარა კომიტეტის ხდომა, რომ გვაბრალებდნენ, რომ ჟინერი არ იხდიდა საიჯარო ქირას. აქ იყო ესეთი კომპანია პეტერსონ ბენკლაფი, ამერიკაში იურიდიული კომპანია, რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება. და მათი მითითება და ის იყო, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს დაპატრონებოდნენ. USAID-იც უმაგრებდა მათ ხარს, იყო ესეთი ემრიხი წარმომადგენელი მათი, რომელიც ესეთი გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მოხდარიყო, რომ ეს გესი ჩამოერთმია. დამაკავეს მე საკრებულოს წევრი გახდეთ იმ პერიოდში. საკრებულოდან რომ გამოვედი, დამხვდნენ ორი მამაკაცი დამხვდა. თოვესო გავყოლოდი მე ვარი უთხარი. გაყოლაზე წამოვედი მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გამიკეთეს ექსკორტი წინ და უკან. და ესეთი იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს, მაშინ ნახალოკაში იყო ფინანსური პოლიცია. რაღაც შეთეთრილი ბრალდება იყო დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი. რაღაც წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ უნდა დათმოთ შენი წილი. მისრომდა და ვიცნობდი და ისიც დაიმალა. დაიწყო დამუშავება, იქ ხანშვილებს მიხსენებდნენ, ხან სამი ბიჭი მყავს, ხან იმას უნდა დათმო. მიაღწიეს იმას, რომ დავთმეთ ჩვენ წილი რა. დავთმეთ. ემზარმად ბატონმა ემზარმად და მეც. ვეღარ გაუძლევთ ამ წელს ვინ იყო მაშინ ხელმძღვანელი ამ ფინანსური პოლიციის? კეზერაშვილი იყო. ეს პრეზიდენტის დავალებაა. ვის სასარგებლოდ დათმეთ დღის ბოლოს? სახელმწიფო ქონების მართვის 13% აქტებოდა თუ არ ვთქვი. მოგოწევს კრება ეს ვისაც ჰქონდა ეს 13%. მოიყვანეს ნოტარიუსი, ჩაკეტეს კარებები. ვინმე თეა გვარამია იყო ქონების მართვიდან ახალგაზრდა გოგო.
ნუ ამათაც დააწერიეს მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ ჩემ თვალწინ დახიეს ის დადგენილება, რომელთაც მე დაკავებული უნდა ყოფილიყავი. წნეხი ეს იყო მორალური. ეს მორალური წნეხი კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, როდესაც შვილები გიხსენეს. შვილების და დაჭერა ჩემი. თქვენი დაჭერა იყო მუქარა და შვილებზე თუ დაგემუქრნენ. კი, შვილებსაც. შვილებსაც დავიჭერთო? სამი ბიჭი ხო, ნუ ეხლა რახნის შვილები ხო იცითო როგორ ხდებაო, ხო იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა უყო, თუ შეიძლება რაღაც იცაქვთ. ეს იყო ძირითადად თბილისის პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წავყენა. საქმე ეხება უარს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე. კოალიციად სრულებისთვის ერთ-ერთი ლიდერის კომისიის ხდომაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. ქმედება იჭება ჯარიმით ან 1 წლამდე პატიმრობით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე. იმდენად აბსურდული არის ყველაფერი და უკანონოა, რასაც ესენი აკეთებენ განსაკუთრებით შარშანდელი არჩევნების შემდეგ ამაზე კომენტარის გაკეთება ცალოთ არ ღირს. ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით კომენტარს იმ დროს გავაკეთებ, როდესაც იქნება ამისი ასევე კონკრეტული დრო და საჭიროება. საგამოძიებო კომისიას და ქართველ ხალხს გაურბიან ის რადიკალები, ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ვის მიერაც 2012 წლამდე არსებული რეჟიმის შექმნის არქიტექტურაში ცხადია დიდი როლი მიუძღვის, ასევე 2012 წლიდან დღემდე მათ საქმიანობა პირდაპირ მნიშვნელობით ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული იყო და ეს ყველაფერი საზოგადოების მიერ არაერთგზის იყო დანახული და შეფასებული. ეხლა, როდესაც არ გინდა პასუხი გაცე საჯაროდ საზოგადოებას და ქართველ ხალხს მოგიწევს პასუხები გაცე პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და სასამართლოში იქ დასმულ კითხვებს. ეს ყველაფერი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ცისხლსამართლის კოდექსით. შესაბამისად, გასაკვირი არც მელიასთვის, მე თვითონ ახლა მელიასი რაღაც კარგად უნდა იცოდეს ეს კოდექსი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მუხლის დარღვევის გამო აქამდეც მოუწია პასუხისმგებაში ყოფნა, არც ეს მუხლი იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. პოლიტიკური შეფასებების თემაა პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სპიკერი აჯამებს განულ 6 თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საუბრობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღია, ერთგულია მეგობრებთან 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად. შალვა პაპუაშვილი მიმოიხილავს შტატების ახალი და ძველი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს. USAID-ის ჩახსნამ მათ შორის საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეეცვათ ევროებით გამქრალი დოლარები. სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, წერს სპიკერი. ჩვეთა პალავანდიშვილი გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს, ის ახლა კურიერ შემოუერთდება, გისმენთ ჩვეთა. პარლამენტის სპიკერის განცხადება სპეკულაციურს უწოდებს. ოპოზიცია, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად მუშაობის დაწყებიდან 6 თვის თავზე საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს კონსტიტუციით ნაკის ვალდებულებებს. ოპოზიციაში კვლავ საუბრობენ არჩევნების არალეგიტიმურობაზე და იმაზე, რომ ის დარღვევებით ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე, როგორც წარსულში, უჭირთ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს რეალურად რაში მდგომარეობდა პრობლემები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. აგებულ თამაშს ცდილობენ გაყიდონ მოგებულ პარტიად. პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, სანქცირებულია ოცნების უმეტესი ნაწილი, ხალხის განდობა არ არის, ქვეყანაში არც კეთილდღეობა, არც სტაბილურობა და არც ის ევროპული მომავალი, რომელსაც ესე უღირსად ატყუებდნენ ამ მრჩეველს. იყო არანორმალური რაოდენობის დარღვევები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვნახეთ, ასევე არასწორად მენეჯმენტის მიმართულებით ჩვენ ვნახეთ ეს დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდის საკანონმდებლო რეგულაციების, არასწორი საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით.
ოპონენტების განცხადებები არ უკვით მართლ გურჩი ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ 6 თვის განმავლობაში რეალურად საქართველოს პარლამენტმა და ქართულმა მთავრობამ მოახერხა ყველა სტრატეგიული ამოცანის შესრულება. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მიუხედავად არაერთი ტურბულენტობისა, რომელიც შეიქმნა ეგრეთ წოდებული deep state-ის სახალისებით, დაძლია და განაგრძობს ქვეყნის როგორც ინსტიტუციურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას. ქართული ოცნების წევრები პარლამენტის სპიკერის განცხადების სულისკვეთებას იზიარებენ და ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნულ იზიარებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რაც წელს უკვე თვითმმართველობის არჩევნებზეც დადასტურდება. საბოლოო ჯამში ეს ყველა მცდელობა ჩავარდა მათი და ახლა პარლამენტში არ შემოსვლით თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართულ სახელმწიფოს რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნის მის ფუნქციონირებას, ნუ ბუნებრივია, რომ ეს არის სრული აბსურდი და სრული ნონსენსი. საქართველოს პარლამენტს ყავს არჩეული დეპუტატები, საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით, იქ არსებული რეგულაციების და ასევე რა თქმა უნდა პარლამენტის რეგლამენტით არსებული რეგულაციების სრული დაცვით, ამიტომ თუ რამე ეწყინათ აგენტებს და თუ არ გამოუვიდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დავალების მიმცემებს საქართველოში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა, ნუ ამაზე ჩვენ ბოდიში ნამდვილად ვერ მოვიხდით. ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა და არა მარტო გეგმა, შესრულებული სამუშაო შინაარსი და ხასიათი. რას აკეთებს ქართული ოცნება და რას აკეთებს ოპოზიცია წოდებული გაერთიანება. კოლექტიური ნაცმოძრაობა. არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. არის მეორე ამოცანა, რომ ქვეყანა გავიყვანოს სამშვიდობო, შევინარჩუნოს სტაბილურობა და ის მაჩვენებელი, რომელიც თელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში არის ასახული, რომელიც კვირაში ერთხელ ქვეყნდება და საქართველოს მოწინავე პოზიციაზე დგომას უჩვენებს. შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგით და არა იმ ტრენდებით და იმ მონათხრობით, ხშირ შემთხვევაში იმ ზღაპრებით, რითიც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები გამოყენონ საქართველოს საზოგადოება. პარლამენტის სპიკერმა საკმაოდ ვრცელი პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს უახლესი ისტორიის დეტალები მიმოიხილა და თქვა, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება და ამავდროულად მზად არის სტრატეგიულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ყველა ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დაარესტარტოს, იმიტომ რომ ქვეყანა რეალურად არის, ასე ვთქვათ, დასავლურ ორბიტაზე ერთ-ერთი წამყვანი. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის ეთერში. შალვა პაპუაშვილი წერილში ვრცლად მოიხილავს არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდს და გარე ძალების ჩარევებს. სკეპტიკოსთა თუ ავის მსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაგისებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიცია, წერს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით საქართველოს როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რისი გააზრებაც და შეჯამებაც უნდა მოხდეს. გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულიად ჰქონდა ანთებული. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგებად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე, რბილ-ძალად მონათული USAID-სა და NED-ის გამოყენებით. USAID-ის როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. არჩევნებიდან 6 თვის თავზე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ
რომ ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებს და მათ დღის წესრიგს. ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს. ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია. ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ქართული ოცნებაა. შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე. მისი კარი ღიაა. ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად. სწორედ მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება ეს მხოლოდ საშუალებებია. მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ ამ უცხო გლობალური ინტერესების ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილად ქართულ მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა. ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით. ქვეყნის ინტერესების საზიანო და მტრული ასე აფასებს მმართველი გუნდი ღია საზოგადოების ფონდის ყოფილი მკვლევარის ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებებს. ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ჯერ არ დაუსრულებია. ამ სათაურით სტატიას ჟურნალი ჯეოპოლიტიკი აქვეყნებს. სტატიაში ივანე ჩხაიძე წერს, რომ ბრიუსელმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გავიდეს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. ქართული ოცნების შეფასებით ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მესამე სექტორი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ღიად ითხოვს. ამ თემაზე ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის კურიერს უერთდება. ქეთი, გისმენთ. ჟურნალ ჯეოპოლიტიკში გამოქვეყნებული ამ სტატიის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ დავკავშირებოდით და გავსაუბრებოდით თავად ამ სტატიის ავტორს, თუმცა ვანო ჩხიკვაძე დღეს ჩვენს არც სატელეფონო და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ამ სტატიაში კი, რომელიც უკვე როგორც გითხარით, გამოქვეყნდა ერთ-ერთ ჟურნალში, საკმაოდ ვრცლად საუბრობს იმასთან დაკავშირებით და მისივე შეფასებით იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გააჩნია და ერთ-ერთ პრობლემად ის ასახელებს იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ქვეყნის მხრიდან არ სრულდება და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან მთავრობაზე ზეწოლის და ზემოქმედების მექანიზმის გამოყენება იყოს სწორედ სავიზო შეზღუდვები ქვეყნისთვის. ამ საკითხს კატეგორიულად ითხოვენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ არ დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც და თქვეს, რომ მთავარი მიზანი ახლა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ოპოზიციური პარტიების უნდა იყოს ის, რომ შეზღუდვები არ დაუწესდეს და სავიზო შეზღუდვები არ დაუწესდეს ქვეყანას და კონკრეტული ნაბიჯები იყოს გადადგმული ინდივიდუალური თანამდებობის პირების მიმართ. ევროკავშირი ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებას პასიურად არ უნდა დაელოდოს. მან უნდა გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიაზე დაკვირვება და ნათლად განაცხადოს, რომ გაწევრიანების პროცესიდან გამოსვლა არაუბრალოდ პოლიტიკური მანევრი, არამედ კატასტროფული გადაწყვეტილებაა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება. ბრიუსელმა ყველას უნდა გვაჩვენოს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გაიძურწოს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. დაუშვებელია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმისთვის, რომ მათ მოპარეს მთავარი ინსტრუმენტი ხელისუფლების ცვლილების, ეს არის მათი ხმა. თუ ვინმეზე პასუხისმგებლობას დაკისრება საჭირო, ეს არის პერსონალურად, ინდივიდუალურად ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვის ძალადობაში, დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქვეყნის ევროპული დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევაში. ჩვენ ამ პოზიციას ვიცავთ უკვე ძალიან დიდი ხანია, პირველი დღიდან და ვცდილობთ ყველანაირი რესურსით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის პოლიტიკის დღის წესრიგში არ დადგეს. სოროსის ფონდის ყოფილი მკვლევარის სტატიას შეფასებები მოყვა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ გაკვირვებიათ ვანო ჩხიკვაძისგან მსგავსი დამოკიდებულება და ამბობენ, რომ ეს არის გარკვეულწილად და მისი მოღალატეობრივი ხაზის გაგრძელება.
ეს ის ვანო ჩხიკვაძეა, რომელიც ქალბატონ საბარაძის საერთოდ თუ არ ვწდები, ერთ-ერთი პიონერები იყვნენ ქვეყნის ღალატში, საერთაშორისო მასშტაბით, კერძო თავიანთ პატრონებთან, როდესაც იახდნენ ვაშინგტონში და რა იკადრეს და რა კადრეს ჯერ თავიანთ თავს, მაგრამ თავიანთ თავთან და ღირსებაზე აგენტს როგორ უნდა ესაუბრო, ხო? ესენი არიან ეთნიკურად ქართველები, უბრალოდ რეალურად ქვეყნის მოღალატეები და ეს ღალატის ქრონიკა ვნახეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში და ესენი არიან ღალატის ერთ-ერთი პიონერები, რომლებიც ჩაბრძანდნენ ვაშინგტონში და მათი მხრიდან კიდევ ერთი ხაზგასმაა და კიდევ ერთი თვითმხილებაა, რომ ეს არის სწორედ იმ ძალის ერთ-ერთი ფიგურანტები არიან, იმ აგენტების, რომელიც დღეს ოპერირებენ ჩვენ ქვეყანაში კოლექტიური ნაცნობრიობის სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის ქვეყანას მიაყენონ ზიანი, სახელმწიფოებრიობას მიაყენონ ზიანი და ეს ის ხალხია, რომელიც სამშობლო რა არის, არის ის. და ეს არის ის სახელი და გვარები, რომელიც პირდაპირ პროპორციულ და სინონიმია უსამშობლოსთან. საერთოდ ზოგადად ადამიანი ვირთხის ხასიათით სიტყვა გაიძურწოს არ უნდა ხმარობდეს. ზოგადად სიტყვა გაიძურწოს, მაგის სათქმელი არ არის, მით უმეტეს არ ეკუთვნის იგი ქართულ ოცნებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით შრომობს 2014 წლიდან მოყოლებული და ყველაზე წინ არის დღეს კანდიდატ ქვეყნებს შორის პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც ასახავს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მარტო პროცენტული მაჩვენებლით თუ ავიღებ და შინაარსსაც კიდე თუ ჩაუღრმავდებით, რასაკვირველია საქართველოს ყველაზე წინ არის და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს. ასე რომ ვანო გაძურწული თვითონ ქართული საზოგადოებიდან, რასაკვირველია ამას არ უნდა ამობდეს და ეს არის სამარცხვინო დემაგოგია. მართული პარტია მოუწოდებს ოპონენტებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ უარი თქვან სახელმწიფო ინტერესების მიზან მიმართულ დაზიანებაზე. მადლობა, ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთი რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ერევანში ჩავა. მიხეილ ყაველაშვილს მისი სომეხი კოლეგა ვახან ხაჩატურიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება ასევე სომხეთის პრემიერს და სომეხთა კათალიკოსს. ხმაური იყო ჭიათურაში. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ასევე არაძლევენ მაღაროების სამუშაოების ჯგუფს ობიექტზე შესვლის საშუალებას. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებულები ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებით. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის დასაქმებულების, პროფესიული კავშირების და სახელმწიფოს ჩართულობით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა არსებობს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოლხეთის მაღაროების პიკეტირების მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ჩაშალონ პროცესი. მათ უკვე აღებული აქვთ კომპენსაციები. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება გამოცემა ბათუმელების და ნედგაზეთის დამფუძნებლის მძია ამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა. სხდომის დაწყებამდე იყო ხმაური. სასამართლოში გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოყვა. ორივე პროკურატურის მოწმეა ამ წუთებში მიმდინარეობს გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა. მძია ამაღლობელს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ქალბატონი მზია დგას ქალბატონი ერთთან ერთად აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. რო შემოძრეავ და შემოვიოდი მოვდიოდი გებუაძე გამოდის მის თანამშრომლებთან ერთად ქალბატონი მზია ეკითხება გებუაძეს თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკავებული გაბაიძეები გებუაძეს მიმართავს გებუაძე ბრუნდება, მე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე გაჩავს და ხელს უთხრამს სახის არეში. მე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით.
ამაშვილი მოკლეს გორში არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა. მამაკი სამედიცინო ცენტრ გორმეთში გადაყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით ბრალდებულიც და მოკლულების დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და წრებია სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ფლობდნენ. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელკვალზე დააკავეს. მოტივი უცნობია, გამოძიება ერთი ან მეტი პირის განსახვილების მცდელობის მოხდით მიმდინარეობს. დაპირისპირება მომხდარა და ესროლა მამას შვილი გამოესარჩა, შვილსაც ესე შვილი დაღუპულა. თანამშრომლები არიან, მაგრამ არაფერი არ მომხდარა მანამდე, არ ვიცი. არ ვიცი მართლა, მეტი არაფერი არ ვიცი. გავინახე ბევრი მანქანები აქა, მეგონა ავარია. და რო შემოვედი, რომ გავიგე, მკვლელობა მოხდაო. საპროცედურო საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ახალ რეგლამენტს ადგენს. მმართველი გუნდის ინიციატივით უქმდება მინისტრის საათი და ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს არადგენს, რომელსაც სპიკერი და კომიტეტები ერთობლივად შეიმუშავებენ. ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. ინიცირებულ პროექტშიც მიდგომა იყო, რომ მინისტრის საათი, როგორც არაკონსტიტუციური, ასე ვთქვათ, გარკვეული პროცედურა ამოვიღოთ, მაგრამ ამის სანაცვლოდ ინტერპელაცია გავხადოთ უფრო მოქნილი, გავამდიდროთ ინტერპელაციის მექანიზმი შესაძლებლობით, რომ იყოს არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ადგილზე ზეპირი კითხვებით. აქაც ხდება გაზრდა, რომ ყოველი სასესიო კვირის 4 შაბათი და 5 შაბათი 12-დან 3 საათამდე იყოს ინტერპელაციის დღე თუ პროცედურა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი არსებობს კითხვები მინისტრთან თუ სხვა ანგარიშ ვალდებულ პირთან. 2-3 საათია, რაც პარლამენტმა შეუძლია დაუთმოს ამ თემას, იმისთვის რომ საკანონმდებლო საქმიანობასაც ხელი არ შეეშალოს. აქამდე თუ იყო 10 დღე, სამუშაო დღე ინტერპელაციის დღემდე, ანუ რეალურად 2 კვირით ადრე უნდა დაესვა კითხვა ავტორს. შევამცირეთ დრო და არის ესე იგი სასესიო კვირის წინა 4 შაბათის შემოგვაქვს შესაძლებლობა ზეპირი შეკითხვებისა, რომ ადგილზე ფრაქცია თუ ჯგუფმა, რომელსაც აქვს ინტერპელაციის ავტორობის უფლება, ორ-ორი კითხვა ზეპირი დასვა, რომელიც შეიძლება არ იყოს იმ თემატიკის, რაც იყო წერილობით კითხვები. ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს შედგება. ინფორმაცია ვატიკანმა უკვე დაადასტურა. პაპის დაკრძალვის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დღეს კარდინალები პირველად შეიკრიბნენ. მათ უნდა დაენიშნათ საიდუმლო კენჭისყრის თარიღი. კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა სიქსტის კაპელაში გაიმართება. დღეს ის ტურისტებისთვის დაიხურა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის შაბათს დაკრძალეს. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად, სადაც ოკუპანტებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. დანგრეულია სასწავლო დაწესებულება, დაღუპულია 1 ადამიანი, დაზიანებულია 7 სახლი. შეტევა იყო დონეცკის ოლქსაც. კონსტანტინოვკაზე იერიში რუსეთმა საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაიღუპა 3 ადამიანი, დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი. ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე საუბრობს. ლავროვსა და რუბიოს შორის მორგის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელა. რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის საკონძო ასპექტებზე პროდუქტიული აზრთა გაცვლა გაგრძელდა. ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისის, ასევე განიხილე საერთაშორისო საკითხები, ნათქვამია განცხადებაში. გუშინ მარკო რუბიომ განცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაშინგტონი პროცესს დატოვებს. შტატები გადაწყვეტილებას 1 კვირის განმავლობაში მიიღებს, ამბობს სახელმწიფო მდივანი. შეერთებული შტატების საავიაციო იერიშებს 68 ადამიანი ემსხვერპლა იემენში, დაიჭრა 47. მედიის ინფორმაციით დარტყმა მიგრანტების ბანაკის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამერიკელმა სამხედროებმა კვირას განაცხადეს, რომ მარტის შუა რიცხვებიდან იემენში ჰუსიტების 800-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და მოკლეს რადიკალური დაჯგუფების ასობით წევრი, მათ შორის ლიდერები. ოპერაცია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში გემებზე ტერორისტების თავდასხმების შეჩერებას.
5 მედლი დაასულა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე პოდოგრიცაში 3 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ. ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა შერეულ გუნდურ ტურნირშიც. საქართველოს სპორტის მინისტრს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის დროშა გადაეცა. დღეს გუნდური ჩემპიონატი იყო და ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ გამარჯვებით დავასრულეთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ძალიან კარგად ჩატარდა საქართველოს ნაკრებისთვის იმ მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და გადავართ ხა უფრო სერიოზულ მზადებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე. მარტო ჩემი გამარჯვება არ იყო, ეს საქართველოს გამარჯვება და ყველანაირად მოვიკრიბე ძალა და მოვაპოვებინე ოქროს medali. გასულდა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს წარმატებული ასპარეზობა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელსაც ჩვენი ნაკრები წარმატებით იასპარეზებს და არაერთ გამარჯვებას აჩუქებს ქართულ გულშემატკივარს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად. 6-მდე თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა ამბებს გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g. დროებით.